მან კვლავ უთხრა მათ. მე მივდივარ. თქვენ ძებნას დამიწყებთ, მაგრამ თქვენ სოდვაში დაიხოცებით. სადაც მივდივარ, თქვენ ვერ მოხვდით. იუდეველებმა თქვეს. თავი ხომ არ უნდა მოიკლას, რომ ამბობს. სადაც მე მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ მოსვლასო. უთხრა მათ. თქვენ ქვენანი ხართ. მე კი ზემოთიდან ვარ. თქვენ წუთისოფლისანი ხართ, მე კი წუთისოფლისა არა ვარ. ამიტომ გითხარით, თქვენ სოდვებში დაიხოცებით მეთქი. რადგან თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე სოდვებში დაიხოცებით. მაშინ უთხრეს მას. ვინ ხარ შენ? იესომ უთხრა მათ. რას გეუბნებოდით თავიდან? ბევრი მაქვს თქვენზე სალაპარაკო და სამჟავრო, მაგრამ ვინც მე მომავლინა, ჭეშმარიტია და რაც მისგან მოვისმინე, იმას ვლაპარაკობ წუთისოფლზე. ვერ მიხვდნენ, რომ ამაზე ეუბნებოდა მათ. ამიტომ უთხრა მათ იესომ. როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ ეს მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მამამ მასწავლა, იმას ვლაპარაკობ. ვინც მე მომავლინა ჩემთანაა, მარტო არ დამტოვა, რადგან მუდამ იმას ვაკეთებ, რაც მისთვის არის სათნო. როცა ამბობდა ამას, ბევრმა ირწმუნა იგი. მაშინ იესომ უთხრა იმ იუდეველებს, რომლებმაც იგი ირწმუნეს. თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას. ჩვენ აბრაამის შთამომავლანი ვარ და არასოდეს არავისი მონები არ ყოფილა. როგორ გაამბობ თავისუფლები გავხდებითო? იესომ უპასუხა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონა. მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე რჩება საუკუნოდ. ამიტომ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.